ხუთიდან რუსთავი ორი ისევ ჩაირთო, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არხი არასდროს აღარ უნდა გამოიწვიოს. სახელია, რომელიც ამ შემთხვევაში თავისუფალ სიტყვასთან ასოცირდება ჩემთვის. და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ, რომ ამ თავისუფალ სიტყვის დასაცავად და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მინდა რომ ეს პრობლემა მოიხსნას. ქვეყნის მომავალი შეუძლებელია დემოკრატიული პროცესების განვითარების გარეშე და დემოკრატიის უმთავრესი ინსტიტუტია სიტყვის თავისუფლება, აზრის გამოხატვის თავისუფლება. თავისუფალი სიტყვა უნდა ქვეყანას. ორი დღეა რუსთავი ორი არ გვაქვს და თითქოს სხვა სამყაროში გადავედით. მე ამ ტელევიზიის მაყურებელი ვარ. მარტო ისე კი რომ მარტო ამ ტელევიზიის, მაგრამ მე მისი საინფორმაციო გადაცემები, განსაკუთრებით და კიდევ პოლიტიკური შოები ძალიან მომწონს. ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს ერთ რაღაც დაღმავს და ამ ძალას ვერაფერი ვერ დაუდგება. დიდი მადლობა თქვენ. რუსთავი ორს გაუმარ! ეს ერთადერთი რაც დაგვრჩა ევროპული, ეს არის რუსთავი 2. რუსთავი 2-ის დათმობა და ჩვენი მთლიანად სიბნელეში მოქცევა ერთი იქნება და რუსთავი 2-ის ზეწოლას მოყვება მთავრობაზე ზეწოლა ხალხისაგან. ეს არ შეიძლება დაამთავრდეს სიტყვის თავისუფლება შეეშოს ყველა. არა, მნიშვნელობა. თავისუფალ მედია, მე ვასწავლებ. ოპცია და მე ვქართული ვარ.